გაბრიელთან რომ შედიოდი კელიაში, დაჯდომ არ შეგეძლო. აი ეს იმდენად სულიწმინდის მადლი იდგა იქ, ოთახში რომ ვერ ჩდებოდი. გაბრიელი მეტყოდა, ჯურა დაჯექი რა, ვერ ჩდები გაბრიელ, შენთან ვერ ჩდები. აი ესეთი დიდი მადლი იყო. აი ამ მადლს მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ახლა კიდე მესმის სულიწმინდის ძალა, მოქმედება. მაშინ ხო ეს არ ვიყავი ასე ჩახედული ამაში, მაგრამ აი მთელი სხეული ამას გრძნობდა, რომ გაბრიელთან დაჯდომ არ შეიძლებოდა. ყოველთვის მაგის კელიაში იყო ეს რაღაც სხვა ძალა, აი სულიწმინდის ძალა, აი ძალიან იყო, ძალიან გადაჭარბებით. და ვერ ჩდებოდი, თან გაბრიელი რომ ლაპარაკობდა, საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეგეძლო, აი მხოლოდ უსმენდი და უყურებდი, რა სიძახდა. ერთხელ პური მიუტანე ახალი, როგორ გამიფრასდა. ისე მომერიდა გაბრიელ, რა მოხდა პური რომ მოვიტანე. ხო ხედავ ორწყობილა რამდენი მაქვს და რა თმიდა მე შენი ახალი პური. იმპულს მაინც არ შეჭამდა ხომ. და მე ნახა რომ ძალიან დავდუმდი. რატო აკეთებს გაბრიელი, რა კარგია ამ ახალი პურის ხრუშჭაშკები. კარგია, დატოვეო. არაფრის მიხება არ უნდა, არაფერი იმას არ ჭირდებოდა. სულიერების მეტი არაფერი. ხშირად მომხმე რომ მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. მაგრამ ღმერთი რაც მეც გაძლევს, მეცაც მოხობს, ისე რომ ძალიან საპატიო მიგებო. აი დღეს გავიგეთ ახლა ჩვენ სამთავროდან მოვიდართ, რომ დედამ გითხრა რომ აი თურმე მამა გაბრიელს ხონდა ესეთი პაციენტები, რომლებსაც ლურსმნები ჰქონდა დარჭობილი. ესე მამა გაბრიელმა ორივე მხრიდან მარჯვნივაც და მარცხნივაც, ესე იგი დარჭობილი ლურსმნებით ერჭობოდა, როცა დადიოდა ის. აი ესეთი მძიმე ღალატში იყო და უფლის სიყვარულით და ადამიანების სიყვარულით რამდენჯერმე ითმინდა და როგორც თუნავდა თავის ყველაფერში. და ჩვენ კიდევ რამდენი რამე არ ვიცით და რამდენია დაფარული. აი ასეთი დიდი მამა იყო და როგორ არ გვისმოდა ჩვენ მის იმას.
რა შეკეთებდა ჩვენ გულისთვის. როგორ ბოლომდე იხარჯებოდა და თან არც გვაწუხებდა ჩვენ არაფერში. მარტო სიყვარული მეტი არაფერი. ცირად კეთი აი ზოგჯერ რომ მივსულ ვარ ისეთ მდგომარეობაში მენახია გაბრიელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ტიროდა გოდებით ტიროდა გაბრიელ რა მოგივიდა ძმა მაშინ ვერ გრძნობდი რაში იყო საქმე მაგრამ იმის სიწმინდეს გრძნობდი გაბრიელის სიწმინდეს ყოველთვის გრძნობდი მაგრამ ვერ ხვდებოდი რაში იყო საქმე რატო ხდებოდა ეს და თანდათან გაიხსნა გაბრიელი ჩემს წინაშე თანდათან პირველად არა აი თანდათან ყოველ დღე გაბრიელი ჩემთვის არის უკვე სულ სხვა ადამიანი ყოველ დღე იხსნება სულ ახალი და ახალი აი შემოდის და შემოდის უფრო და უფრო შემოდის ადამიანში გაბრიელი თავისი ცხოვრება ნამდვილად და სიცოცხლეობით კიდე აი რა ქონდა კიდე რა მამა გაბრიელთან რა იყო და ძალიან ახლობელი იყო და თითქოს ეს ის ადამიანია რომელსაც შენ სულ ეძებდი მთელი ცხოვრება და აი თურმე რა ახლოს ყოფილა თითქოს შენ სახარებაც ყოველთვის იცოდი და ეს წიგნი ცოცხალი ორგანიზმია საკუთარი ენას და თავისთავს თვითონ კითხულობს ეს წიგნი და არასოდეს არ მთავრდება აი რომ დამთავრდეს ყველაფერი დამთავრდება მამა გაბრიელთან ეს იყო და სულ დღესასწაული იყო და სულ გამარჯვების ემი იყო მამა გაბრიელის ყოფით ყოფნა აი თითქოს სასופველი იყო გაბრიელთან ყოფნა იყო ბედნიერება დაგიკროვდებოდა ამდენი დარდი ახალგაზრდობაში ახლა არაფრის დარდი არ აქვს რომ მიხვიდოდი და გადავხსნიდი გულს როგორც დამშვიდდებოდი რომ გაბრიელთან ყოფნა იყო საოცრება და სულ გინდოდა რომ დაჩოქილიყო სულ დაჩოქილიყო რომ ყოფილიყო არ შეგეძლო არ შეგეძლო მის გარეშე ყოფნა ამცერთი წუთი არ მინდოდა სიცოცხლე მამა გაბრიელის გარეშე ყველაფერი დამთავრდებოდა ჩემთვის თუ მამა გაბრიელი არ იქნებოდა მისი ეს სალოსობა და ეს მათ გოლგოთას გავდა იცი და გამიცდიდი სახარებას და გამიცდიდი ქრისტეს გოლგოთას აი ეს ის პერიოდი უცასვა და მაშინ მეგონა რომ აი რომ არ მიმეტანა მისთვის ღვინო და დაიქცეოდა ხუჭყობანა და ეხლა ამ გადმოსახედიდან ცხოვრობ და ვაშავები მედიკოსად ქრისტე გავწირენე ამე და ეხლა ბესრო მე გავიმეტე ჯვარცმისთვის ცხოვრობ და რა თქმა უნდა მამა გაბრიელი იმიტომ რომ აი მამა გაბრიელი ამ ჯვარცმის მატარებელი დგომი ადამიანი იყო ჯვარცმასთან დგომი იყო მამა გაბრიელი და ქრისტესთან დგომი ადამიანი იყო და შენს ყოველთვის გეხვეწებოდა რომ ეს მისი მძიმე ჯვარი გეზიდა და დახმარებოდი მაცხოვარს ჯვრის ტარებაში და ამიტომაც იყო კეთი რომ გაბრიელთან დღე და ღამე ხალხი მოდიოდა დედა ჩემი ვერ უგებდა შეაწუხეს ჩემი შვილი როგორ შეიძლება კარებთან დადგებოდა და ეკითხებოდა რატომ მოხვედი რა გინდა გაბრიელისგან კაპლანის ქალი დაარქვდა გაბრიელმა დედა ჩემთან არ უშვებდა ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა დღე და ღამე და დედა ჩემი განიცდიდა ამას სულიერ შვებას გრძნობდნენ გაბრიელში დიდ მამაოც გრძნობდნენ გარდაცვალებამდე რამოდენიმე ხნით ადრე როცა დედა მინახულა შვილი მამა გაბრიელი რა იყო გაბრიელი შენს ხო შეგეძლო ცხოვრებით გეცხოვრაო ესე რომ დაიტანჯეთ მე სხვანაირად ცხოვრება არ შემეძლო გაბრიელი უფრო თავიდანვე პატარობიდანვე ჩაკეტილში იყო ჩვენთან არ ჭამდა საჭმელს არ შეჭამდა ხოლმე უკვე მიჩვეული ვიყავით მე კი ჭამდა მე ვნახავდით რომ ხო საჭმელი ნაჭამია და 18 წლის ბიჭს როგორ მიუხვდებოდი რომ ის საჭმელს არ აჭამს
მაგას როგორ მიხვდებოდი, ხო? ვერ მივხვდებოდი მაგას. ამიტომ შეიძლება ცალკე ჭამდა, ვითომ ჭამდა. ნუ ბევრი არის დაფარული, გაბრიელში ძალიან ბევრია დაფარული. აი ყველაფერი ხო ეხლა ჩნდება, ამდენი სასწაულები რუსეთში. თაყვანს სცემენ გაბრიელს, ძალიან უყვარია. რუსეთში რომ ნახე, როგორ უკითხავენ გაბრიელს დაუჯდომელს, ნუ ყველა ასე, აი დაჩოქილია და ასე უღაღადებს გაბრიელს და ყველა გავლობს. ჩავეხვეოდი, იცით რა ჩავეხუტებოდი, მაგრამ ეგაც არ უყვარდა. ჩახუტებაც არ უყვარდა. აი რომ მივდიოდი გაბრიელ მაგურთხებდა მე მინდოდა რომ ჩამეხუტა. გაბრასდებოდა. ჩახუტვა არ უყვარდა. ეს არ არის საჭირო, მეტის მეტი არ არის საჭირო.